მეცხრე პლანეტის მტკიცებულებას წარმოადგენს მისი გრავიტაციული გავლენა სხვა სხეულებზე. თუ ეს პლანეტა არსებობს, მისი გრავიტაცია სხვა პლანეტების ორბიტებზეც უნდა ზემოქმედებდეს. შესაბამისად, თუ პლანეტას რაღაც ეკაჩება, ამ მიზიდვის წყაროს საპოვნელად მათემატიკის მოშველიება საჭირო. სწორედ ასე აღმოაჩინეს ნეპტუნი, როდესაც ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ქაუჩ ადამსმა და ფრანგმა ასტრონომმა ურბენ ლევერიემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შენიშნეს, რომ ურანს თითქოს რაღაც უხილავი პლანეტა ეკაჩებოდა. მეცხრე პლანეტის შემთხვევაში არ გაგვაჩნია მისი არანაირი გრავიტაციული ეფექტი პლანეტაზე. ხედავთ მხოლოდ უცნაურად შეჯგუფებულ პატარა ყინულოვან სხეულებს, ეგრეთ წოდებულ კოიპერის სარტყლის ობიექტებს, მზის სისტემის გარე ნაწილში. კოიპერის სარტყლის გადაღმა, რომ რაიმე პლანეტა არ იყოს, იქ არსებულ ამ ობიექტთა ორბიტების შემთხვევითად იქნებოდა მიმართული მზის სისტემის ორბიტულ სიბრტყეში. მაგრამ ასე არ არის და ვხედავთ, რომ კოიპერის სარტყლის ობიექტთა ორბიტები ერთი და იმავე მიმართულებით არის შეჯგუფებული. სხვები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ მეცხრე პლანეტა არსებობს, მაგრამ ჩვენ მას იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ სინამდვილეში ის პირველყოფილი შავი ხვრელია. იმ კრიტიკის გამო, რაც თავდაპირველად მიიღო, ახალმა კვლევამ თავდაპირველი კვლევა ხელახლა გადასინჯა. კრიტიკის ერთ-ერთი დიდი ნაწილი ის არის, რომ მზის სისტემის გარე ნაწილის ობიექტების მოძებნა ძნელია და მათ იქ ვეძებთ, სადაც ეს მოსახერხებელია. შეჯგუფების ეფექტი, რასაც ჩვენ ვხედავთ, შეიძლება მიკერძოებული მონაცემებით იყოს განპირობებული. კვლევრებმა გაითვალისწინეს დაკვირვებადი მიკერძოებაც, მაგრამ შეჯგუფება სტატისტიკურად მაინც უჩვეულო აღმოჩნდა. უბრალო შემთხვევითობის შანსი მხოლოდ 0.4%-ია. ხშირად გვესმის ვარსკვლავურ შავ ხვრელთა შესახებ. ისინი წარმოქმნილია მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლის მიწურულს, მათი გრავიტაციული კოლაფსის შედეგად. ასევე ხშირად გაიგებთ სუპერმასიურ შავ ხვრელთა შესახებ, რომლებიც გალაქტიკათა უმეტესობის შუაგულში არიან გაწოლილი. ამ გიგანტურ შავ ხვრელთა მასა ჩვენი მზისაზე შეიძლება მილიარდობით მეტი იყოს. თუმცა პირველყოფილი შავი ხვრელები გაცილებით პატარაა. ჰიპოთეტურად ისინი დიდი აფეთქების შემდეგ სიმკვრივის რყევათა შედეგად წარმოიქმნენ. დაიბადნენ რაიმე სახის წინაპარი ვარსკვლავის გარეშე. თუ მზის სისტემის გარე ნაწილში მართლაც იმალება შავი ხვრელი, ის მასიური, მაგრამ ერთი ცისკნა უნდა იყოს. მისი დაფიქსირების ერთადერთი გზა კი ანთებებია. თუ აღმოჩნდა, რომ აქ მზის სისტემაში მართლაც იმალება პირველყოფილი შავი ხვრელი, ეს ნამდვილი შოკი იქნება ჩვენს წარმოდგენაზე მრავალი რამის შესახებ. დაუყოვნებლივ გააჩენს უამრავ კითხვას. ალბათ მის შესასწავლად მისიაც გაიგზავნება. მაგრამ გააუქმებს კი მისი აღმოჩენა ჰიპოთეტურად უხილავი, იგივე მეცხრე პლანეტის არსებობა არ